ზამთარი უკრაინისთვის რთული იყო. რუსეთის დაბომბებმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის დიდი ნაწილი დატოვა. ელექტროენერგიის, გათბობის და კანალიზაციის გარეშე კვირების განმავლობაში ზამთარში. უკრაინა გადარჩა და 2026 წელი ხმაურიანად დაიწყო. რუსეთის შიგნით კრიტიკული ინფრასტრუქტურა აფეთქდა და ნანგრევებად იქცა უკრაინის გრძელდისტანციური დარტყმების გაძლიერებით, თანაც უფრო სწრაფი ტემპით. მიზეზი: განახლებული დრონები და რაკეტები, AI-ით გაძლიერებული მართვის სისტემები და ახალი როის ტაქტიკები, რომელთაც რუსეთი ვერ უმკლავდება. გადავხედოთ, როგორ ავრცელებს უკრაინის როის ტაქტიკა ქაოსს რუსეთის სიღრმეში. გაზაფხულზე ყინულის დნობასა და მწვანე ყლორტების გამოჩენის შემდეგ უკრაინამ გააძლიერა შორ მანძილზე რაკეტებითა და დრონებით თავდასხმები რუსეთის ენერგეტიკულ, სამხედრო და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. 2025 წლის ბოლოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა ყოველდღე 50-150 უკრაინული დრონისა და რაკეტის ჩამოგდებაზე. 2026 წლის მარტის შუა რიცხვებში ეს მაჩვენებელი დღეში რამდენიმე ასეულამდე გაიზარდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო როგორც წესი ყოველდღიურად აქვეყნებს ინფორმაციას წინა ღამის რუსული ერიშების შესახებ, სადაც მითითებულია როგორც გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობა, ასევე ის რაოდენობა, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. რუსებმა უბრალოდ გამოაქვეყნეს ის რიცხვები, რომლებიც მათი მტკიცებით ჩამოაგდეს. წარმატებული ერიშები, ანუ რაკეტები და დრონები, რომლებიც ჩამოგდებულად არ არის მოხსენებული, არ ქვეყნდება. არსებობს მრავალი ვიზუალური მტკიცებულება, რომ უკრაინის იერიშების წარმატებული რაოდენობა იზრდება და რუსულ სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სერიოზულ ზიანს აყენებს. უკრაინამ გაზარდა ფრონტის ხაზის FPV დრონებისა და გრძელდისტანციური იერიშის დრონების წარმოება. ასევე დააფუძნა ახალი ფლამინგოს მძიმე ფრთოსანი რაკეტებისა და გრძელდისტანციური FP2 და FP7 დრონ რაკეტების სერიული წარმოება. ფრონტის ხაზზე რუსი სამხედრო ბლოგერები აღნიშნავენ უკრაინული დრონების, მათ შორის GPS-ით და ოპტიკურ ბოჭკოვანი FPV დრონების რაოდენობის ზრდას. უცხებენ, რომ უკრაინელებმა მართვის რადიოს სიხშირეები შეცვალეს, რის გამოც რუსეთის ანტიდრონული ელექტრონული ომის მოწყობილობების დიზდი ნაწილი არაეფექტური გახდა. გარდა ამისა, ამ ახალ დრონებს მოქმედების რადიუსი ათეულობით მილით გაიზარდა, რაც რუსებისთვის მდგომარეობას ამძიმებს. ეს ზრდის საფრთხეს რუსი ჯარისკაცების ტექნიკისა და ლოგისტიკისთვის, რომლებიც მათი მოწინავე პოზიციების უკანაც კი უფრო შორს არიან. რუსეთი ჯერაც ადაპტაციას ცდილობს, მას შემდეგ რაც თებერვალში Starlink-იდან მოულოდნელად გამორთეს. ამ ნაბიჯმა ქაოსი გამოიწვია რუსულ კომუნიკაციებში და აშკარად შეანელა შეტევა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელსაც იმპულსი ჰქონდა აკრეფილი. შესაძლებლობით სარგებლობით, უკრაინის ახალმა დრონების შეტევამ რუსული შეტევები დიდი ფრონტის ხაზის მასშტაბით ადგილზე გააჩერა. ახალი დრონები და მათი ტაქტიკა მნიშვნელოვანი იყო უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევებში დნიპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეში. დრონების გაუმჯობესებულმა დიზაინმა, ელექტრონული ბრძოლის საწინააღმდეგო შესაძლებლობებმა და ტაქტიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ წარმატებებში. ეფექტი განსაკუთრებით ჩანს, როცა უკრაინის შორმანძილზე დარტყმები რუსეთის შიგნით უფრო ღრმად ხორციელდება. ეხლა უკრაინას ახალი ტაქტიკა აქვს. ავტონომიური დრონების გუნდი, რომელიც პუტინს უძილო და ოფლიან ღამეებს აწყობს. ბოლო დროინდამდე დამოუკიდებლად სამიზნეების ამომცნობი და დამტევი დრონების გუნდები მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკაში არსებობდა. დღეს უკრაინამ ეს რეალობად აქცია და ეს მხოლოდ დასაწყისია. ეხლა უკრაინული დრონების გუნდის ტექნოლოგია უბრალოდ არსაიდან არ გაჩენილა. ეს ტექნოლოგია რეალურად რამდენიმე წელია ვითარდება. 2024 წლის ოქტომბერში უკრაინის სტრატეგიული ინდუსტრიების მინისტრმა ჰერმან სმედანინმა განაცხადა, რომ უკრაინულმა თავდასხმის კომპანიებმა დრონების გუნდის ტექნოლოგია შეიმუშავეს და წარადგინეს. 7-მა გუნდმა საკუთარი დრონების როის ტექნოლოგია წარადგინა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა განიხილეს უკრაინელი მწარმოებლების შესაძლებლობები და მისცეს რეკომენდაციები პროდუქტის გაუმჯობესებაზე. მას შემდეგ მინიმუმ ერთმა კომპანიამ უკვე მიაწოდა მოქმედი სისტემები და სწრაფად აფართოებს ოპერაციებს. კომპანიას Swarmer ქვია და მათი გარდამტეხი ტექნოლოგიის გულში ალბათ უკვე გამოიცანით ხელოვნური ინტელექტია. Swarmer-ის პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას აძლევს დრონების ჯგუფს იმოქმედონ როგორც ერთიანი ერთეული ან ინტეგრირებული გუნდი. სტანდარტულ მისიაში ადამიანი ოპერატორის სამიზნე ზონას განსაზღვრავს, მაგალითად მტრის ტრანშიას, შემდეგ კი ხელოვნური ინტელექტი მართვას იბარებს. ასე მუშაობს სტანდარტული Swarmer-ით შეტევის მისია. გუნდში 3-8 დრონია. პირველი, სადაზვერვო დრონი. ადამიანის მიერ არჩეულ მიზნამდე ოპტიმალურ მარშრუტს ადგენს. მას მიყვებიან დამთმელი დრონები, რომლებიც ასაფეთქებელი ნივთიერებებით არიან დატვირთული.
მთავარი ინოვაცია, რომ დამრქმელი დრონები თავად არჩევენ შეტევის დროსა და თანმიმდევრობას. ოპერატორის რეალურ დროში ბრძანებების გარეშე მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად. ეს არის ავტონომიური დრონების იერიში, სადაც ადამიანი არ მონაწილეობს. 2025 წლის სექტემბერში Wall Street Journal-მა აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ დრონების ამგვარი გამოყენება ბრძოლაში ავტონომიური ROIS ტექნოლოგიის რეგულარული გამოყენების პირველი ცნობილი შემთხვევა იყო, რამაც უკრაინა სამხედრო ტექნოლოგიაში მიმდინარე გარდამტეხი ცვლილების წინა ხაზზე დააყენა. ავტონომიური დრონების ჯგუფები თეორია აღარ იყო. ისინი უკვე წარმატებით გამოიყენეს 100-ზე მეტჯერ ერთმა უკრაინულმა დანაყოფმა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი ოპერაციები მცირე 3-8 დრონის ჯგუფებს მოიცავს, თუმცა ტექნოლოგია 25 დრონზეც გამოიცადა, მაგრამ ეს არაფერია. სვორმერი ემზადებოდა გამოცდებისთვის, რომელშიც 100 დრონის ჯგუფი მონაწილეობდა. ანეკდოტური მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ბრძოლის ველზე დრონების ჯგუფები იზრდება. რაც თავიდან ნაღმური ველების დისტანციურად დაგებისთვის შექმნილ გენიალურ ტექნოლოგიად დაიწყო, დღეს ბრძოლის ველზე გარდამტეხ იარაღად იქცა. ამ წარმატებებისა და შორ მანძილზე დართმების შედეგად, რომელსაც მალე განვიხილოთ, სვორმმა მსოფლიო ყურადღება მიიპყრო. 2025 წლის სექტემბერში კომპანიამ გამოაცხადა $15 მილიონი Series A ინვესტიცია, რაც ომის დაწყების შემდეგ უკრაინულ თავდაცვით ტექნოლოგიურ კომპანიაში ყველაზე დიდია. Rounds ხელმძღვანელობდა მსხვილი ამერიკული ვენჩურული კაპიტალის ფონდი Broadband Capital Investments, ხოლო მონაწილეობდნენ RGAI, D3 Ventures, Green Flag Ventures, Radius Capital და Network VC. სერხი კუპრიენკომ, კომპანიას სვარმერის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა 10,000-ობით მისიის რეალურ ბრძოლაში დამკვიდრდა. ეს დაფინანსება გვაძლევს ოპერაციების გაფართოების და მოწინავე სვარმინგის შესაძლებლობების შეთავაზების საშუალებას უკრაინასა და ნატოსთან დაახლოებულ ქვეყნებში ყველა უპილოტო აპარატისთვის. დასავლეთის დემოკრატიებმა იმდენი დრონი და რობოტი უნდა განალაგონ, რამდენის წარმოებაც შეუძლიათ პილოტების რაოდენობაზე შეზღუდვის გარეშე. შემდეგ 2026 წლის თებერვალში გაერქვა, რომ ერიკ პრინსი დაინიშნა სვარმას არაღმასრულებელ თავმჯდომარედ. პრინსი საკამათო ფიგურაა. დაქირავებული სამხედროების კომპანიის, ყოფილი Blackwater-ის, ახლა აკადემი, დამფუძნებელი და მაგაწრეებში ცნობილია. სერიალში პოტენციურ ინვესტორებს მან დაწერა, რომ 2024 წლის აპრილიდან სვარმას პლატფორმა გამოიყენება უკრაინაში, სადაც უკვე 100,000-ზე მეტი მისია და საბრძოლო ოპერაცია განხორციელდა. ეს ინფორმაცია პლატფორმის პროგრამული უზრუნველყოფისა და მანქანური სწავლების მოდელების გასაუმჯობესებლად გამოიყენება. სვარმერის ვებგვერდის მიხედვით, სისტემა 2023 წლიდან 86,000 საბრძოლო მისიაში გამოიყენეს, რაც ცოტა ნაკლებია ვიდრე პრინსის თქმით 100,000. მიუხედავად ამისა, 42 უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფი ამ სისტემას იყენებს და ყოველდღე 300-ზე მეტ საბრძოლო მისიას ასრულებს. ეხლა სისტემის სილამაზე დიდწილად მის მრავალფუნქციურობაშია. იგი გამოიყენება სვარმერის ცეცხლის რეიდებში, სადაც სამიზნემდე ავტონომიურად მიდის, ხოლო სროლას ოპერატორი ახორციელებს. ის შეიძლება გამოიყენოს ძებნისა და დარტყმის ოპერაციებში, სადაც დაზვერვა და დარტყმა ავტონომიურია, მაგრამ სროლამდე ოპერატორის დადასტურებაა საჭირო. სვარმერის სისტემა შეიძლება გამოიყენონ უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ, როცა ავტონომიური დრონების გუნდი აქტიურდება მტრული უპილოტოების მოსაძებნად და გასანადგურებლად. ოპერატორებს შეუძლიათ სრულად ავტონომიური დაზვერვისა და დარტყმის ოპერაციების შესრულება, რასაც სვარმერი Killbox უწოდებს. ეს ტერმინია მიღებულია აშშ-ში სამხედროების Killbox-ის კონცეფციიდან. აშშ-ში სამხედრო ტერმინოლოგიაში Killbox-ი სამგანზომილებიანი სივრცეა, რომელიც ერთობლივი საცეცხლე მოქმედებების ინტეგრაციის გასამარტივებლად გამოიყენება. ოფიციალურად Killbox-ის მიზანია ზედაპირზე მყოფ სამიზნეებზე სასიკვდილო შეტევის განხორციელება. დამაარსებელ მეთაურთან დამატებითი კოორდინაციისა და საბოლოო კონტროლის გარეშე. როდესაც იგი გამოიყენება ჰაერიდან მიწაზე და მიწიდან მიწაზე არაპირდაპირი ცეცხლის ინტეგრაციისთვის, Killbox შესაბამისი შეზღუდვები ექნება. მიზანია შემცირდეს კოორდინაციის საჭიროება და თავიდან იქნას აცილებული მეგობრული ცეცხლი მხარდაჭერის მოთხოვნების მოქნილად შესრულებით. სვორმერის ავტონომიური Killbox-ის ფუნქციონალი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. სვორმერის ტექნოლოგია ავტონომიური კონტროლის გარდა საჰაერო დრონების ჯგუფებზე ფიქსირებული ფრთისა და კვადროკოპტერები, ასევე გამოიყენება სახმელეთო და საზღვაო დრონებზე. სვორმერით მისიების ტაქტიკა და ადგილმდებარეობა გარეობა გასაიდუმლოებულია, მაგრამ ამის შესახებ რუსული ანგარიშებიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ. რუსმა სადაზვერო ჯარისკაცმა აღწერა დრონების ჯგუფური ტაქტიკა, რომელსაც უკრაინული ძალები კრასნი ლიმანის მიმართულებით იყენებდნენ. მან თქვა, რომ რამდენიმე კამიკაძე დრონი ერთად ეშვება, დაბალზე დაფრინავს და ოპტიკურ ბოჭკოვანი ხაზით უკავშირდება, რათა ქვეითებმა ხმა ვერ გაიგონ.
სამიზნის აღმოჩენის შემდეგ დრონები იყოფიან. ერთი შემოვლითი გზით უქნიდან უტევს, მეორე კი პირდაპირ მოძრაობის მიმართულებით. მათივე ინფორმაციით დანაყოფები, რომლებიც სვორმერის სისტემით მართულ დრონების ჯგუფებს იყენებენ, დარტყმის ეფექტურობისთვის ახალ ტაქტიკას უხმო დრონებს იყენებენ. თებერვალში ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილის რუსმა სენატორმა დმიტრი როგოზინმა თქვა, რომ უკრაინელი ოპერატორები კამიკაძე დრონების სამიზნესთან მიახლოებისას ძრავს თიშავენ, რათა უპილოტო აპარატი ჩუმად პლანირებით მიუახლოვდეს სამიზნეს. მისი თქმით, Telegram არხზე დაწერა, რომ იდეა რუსული საზენიტო ტყვიამფრქვევის ეკიპაჟებს შემომავალი დრონის ხმაზე დროულად რეაგირება ვერ შეძლონ. Როგოზინი ამტკიცებს, რომ ამ ახალმა ტაქტიკამ შეზღუდული ეფექტი გამოიღო. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი ტაქტიკა თითქოს რაღაც ახალს გავს, რუსული ძალები მაინც უმკლავდებიან. მათ გასანადგურებლად, რაც საერთო სურათს არ ცვლის, მაგრამ დამწვარი რუსული ინფრასტრუქტურის მტკიცებულებები საპირისპირო საჩვენებს. ჩვენ სამხედრო შოუში ღრმად ვიკვლევთ, რომ სათაურების მიღმა ნამდვილი ამბავი ვაჩვენოთ. გამოიწერეთ არხი უახლესი ამბებისა და ანალიზისთვის. უკრაინიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და სხვა ბრძოლის ველებიდან. ეხლა როგორც ჩანს, უკრაინის ახალი დრონული ტაქტიკის შემდეგ გამოწვეული ზიანი დაახლოებით 10 თებერვლიდან დაჩქარდა. 11 თებერვალს უკრაინის თავდასხმამ ვოლგოგრადის ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ალდა, ხოლო 17 თებერვალს კრასნოდარის ნავთობის საცავში მინიმუმ 2 რეზერვუარი ღამით განადგურდა. 22 თებერვალს ტატარსტანში ღამით ნავთობის სატუმბის სადგური გაანადგურეს. 25 თებერვალს სმოლენსკის ქიმიური ქარხანა იწვის. სატელიტურმა სურათებმა მოგვიანებით აჩვენა, რომ ქარხანა მიწამდე დაიწვა. უკრაინულმა დრონებმა ტულის რეგიონში საჰაერო თავდაცვას დაარტყეს, რომელიც რუსეთის იარაღის წარმოების მთავარ რეგიონად ითვლება. 1 მარტს იგივე რეგიონზე ისევ მიიტანეს შეტევა, რაც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ეფექტური დათმა იყო. იანვრიდან უკრაინული დრონების თავდასხმები ძირითადად სამხრეთ-დასავლეთ რუსეთსა და ყივიმზეა კონცენტრირებული. უფრო მცირე საჰაერო იერიშები დასავლეთ რუსეთის სიღრმეშიც შევიდა და ზოგჯერ ურალის მთებსა და კასპიის ზღვაში მდებარე შორეულ სამიზნეებსაც მიაღწია. 1 მარტის თავდასხმებიც ამ ნაცნობის სქემის მიხედვით განვითარდა. უკრაინის საჰაერო ოპერაციები ღამით ძირითადად ყირიმსა და რუსეთის შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარეობდა. ასევე ტულაზე 217 მილით დაშორებულ ქალაქზე დამატებითი თავდასხმა მოხდა. უკრაინის სამხედრო წყაროების მიხედვით დარტყმის დრონებმა რუსეთის 92 N6 არადარის სისტემა სინოვაია გორასთან დააზიანეს და მწყობრიდან გამოიყვანეს. რადარი S-400-ისთვის კრიტიკული სენსორია, რომელიც უკრაინული დრონებისა და რაკეტების აღმოჩენასა და მიზანში ამოღებას უზრუნველყოფს. რადარზე სხვა მაღალი ღირებულების სამიზნეებიც იყო. მსგავს მრავალმხრივ თავდასხმაში უკრაინულმა საბრძოლო დრონებმა დაარტყეს და ცეცხლი წაუკიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ასევე დაარტყეს საჰაერო თავდაცვის ობიექტებს რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკში და მის შემოგარენში. ეს არის პორტი, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი იძულებით გადავიდა უკრაინის მიერ ყირიმში, ფლოტის ყოფილ ბაზაზე მიყენებული დარტყმების შემდეგ 2022-2023 წლებში. ყველაზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა შეზგარის ნავთობის ტერმინალთან, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი ჰაბია. მინიმუმ 11 კამიკაძე თვითმფრინავი ტერმინალს დაესხა, რის შემდეგაც ინტერნეტში წითელ ნარინჯისფერი აფეთქებების და 3 ხანძრის კადრები გავრცელდა. შეშკარის ტერმინალი რამდენიმე თვის წინ კვლავ ამოქმედდა. ნოემბერში უკრაინის დარტყმის შემდეგ შეკეთების გამო დახურვის შემდეგ. ეს არ ყოფილა ერთადერთი ობიექტი, რომელსაც იმ ღამეს უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს. ნოვოროსიისკში დაზიანდა სამხედრო გემები, ნავთობის ტანკერები, ნავთობის დატვირთვის ობიექტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ვენიამინ კონდრატევმა, კრასნოდარის გუბერნატორმა, მომდევნო დილით ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ნოვოროსიისკზე უკრაინული იერიში ქალაქის ისტორიაში ყველაზე ძლიერი დარტყმა იყო. მან საგანკებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 5 ადამიანი დაშავდა ნამსხვრევების შედეგად. ქალაქის ირგვლივ 20 შენობა, მათ შორის 17 სახლი და საბავშვო ბაღი დაზიანდა. იშვიათად რუსი ოფიციალური პირები ასე გულახდილად ლაპარაკობენ უკრაინული დარტყმებით მიყენებულ ზიანზე, რაც აჩვენებს, რომ უფრო და უფრო მეტი საჰაერო სამიზნე გვერდის ავლებს რუსულ საჰაერო თავდაცვას. ეს ნაწილობრივ უკავშირდება ახალ უკრაინულ ტაქტიკას. საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურება, რათა შეიქმნას ხარვეზები დაფარვაში, სანამ თავარ დარტყმებს განახორციელებენ. 25 თებერვალს ყირიმზე, სმოლენსკსა და ტულაზე დარტყმებამდე უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა, ანუ SSOM, დარტყმის სურათები და ვიდეოები გაავრცელა. დრონები ურტყამენ რუსულ S-400-ის გამშვებ დანადგარს, 82 N6 ცეცხლის საკონტროლო რადარს და პანცირ S1-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას.
ამ ვიდეომასალის დიდი ნაწილი ლოკალიზებული იყო ყირიმის მეორე უდიდესი ქალაქის სიმფეროპოლის მახლობლად მდებარე სოფელში. 2 დღის შემდეგ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა გამოაქვეყნეს ვიდეო და განცხადება დრონებზე. ისინი მიემართებოდნენ და დაარტყეს კიდევ ერთ ფანცირ S1-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას ვიტოვებული ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე, მარიუპოლის ქალაქში, ოკუპირებულ დონეცკის ოლქში. დარტყმებმა რუსულ საჰაერო თავდაცვაში ხვრელები შექმნა და მთავარმა დრონებმა შეუმჩნევლად გაიარეს, რაც მომავალ დარტყმებსაც გზა გაუხსნის. Krimsky Vitas, საჰაერო ომის მონიტორინგის პლატფორმის ინფორმაციით, 1 მარტის მრავალმხრივმა დარტყმებმა რუსულ საჰაერო თავდაცვას გვერდი აუარა. სამხრეთ უკრაინის სხვადასხვა წერტილიდან გაშვებული დრონების უმეტესობა შავი ზღვის ღია წყლებზე სამხრეთიდან 124 მილის მანძილზე გაფრინდა. შემდეგ კი აღმოსავლეთით მოხვია, რათა გვერდი აეარა ყირიმისთვის და იქ განლაგებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. უпростоრად იმისთვის, რაც მათგან დარჩენილი იყო. S-400 რუსეთის მთავარი საჰაერო თავდაცვის სისტემაა, რომელიც მძიმე რაკეტებს ისვრის და 250 მილამდე მანძილზე მიზნების განადგურებას უზრუნველყოფს. პანცირის სისტემას აქვს ავტომატური ქვემეხი, მსუბუქი რაკეტები, სწრაფი რადარები და სპეციალურად დრონების მოსაძებნად შექმნილია. რადარების გარეშე ორივე სისტემა ბრმაა და გამოუსადეგარია. 1 მარტის ოპერაციამ მეტი საჰაერო თავდაცვის განადგურება და შემდგომი შეტევებისთვის საჰაერო სივრცის გახსნა გამოიწვია. ვებგვერდ Ukraine Forum-ის მიხედვით 300 PMU-2 ფავორიტის რადარის განყოფილება, რომელიც კიდევ ერთი ფართოდ გამოყენებადი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემაა, უკრაინულმა დრონებმა ნოვოროსიისკთან დააზიანეს. ასევე დაზიანდა კიდევ ერთი ფანცირის სისტემა, რომელიც ქალაქის პორტის დრონებისგან დასაცავად იყო განთავსებული. ამ დარტყმებმა სწრაფად გამოიღო შედეგი. 10 მარტს უკრაინულმა ძალებმა ბრიანსკის კრემნიელის თავდაცვის ქარხანას Storm Shadow ან Scalp EG-ის რაკეტებით დაარტყეს. ქარხანა ამარაგებს რუსეთის თავდაცვის კონგლომერატ ულმაზუნტეს, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემებს აწარმოებს. ის ამარაგებს სახელმწიფო კორპორაცია ტაქტიკური რაკეტების კომპანიას, რომელიც აწარმოებს ფრთოსან რაკეტებს, მათ შორის 59, 69, 101 და 55, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენება. ის აწარმოებს კომპონენტებს რუსეთის სტრატეგიული ბირთვული არსენალისთვის, რაც რუსეთის ბირთვული დოქტრინის მიხედვით ბირთვული პასუხის რისკს ქმნის. თავდასხმა ქარხანაზე მე-6 2022 წლიდან დღისით მოხდა, როცა იქ მრავალი მუშა იყო. მოხსენებულია ხანძრები და აფეთქებები. რუსმა ხელისუფლებამ განაცხადა 7 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვისა და კიდევ 42 მშვიდობიანი მოქალაქის დაშავების შესახებ. მოსკოვმა თავდასხმა ტერაქტად შეაფასა და განაცხადა, რომ ის განზრახ მშვიდობიან მოქალაქეებს უმიზნებდა. გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი რაკეტების მიწოდებისთვის და დაადანაშაულა საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. 11 მარტს უკრაინული დრონის იერიშმა ტულიუთში სამარის ოლქში მდებარე კუბიშევის აზოტის ქიმიურ ქარხანას დაარტყა, რომელიც კაპროლაქტამისა და აზოტოვანი სასუქების წამყვანი მწარმოებელია. იმ ღამეს უკრაინულმა ძალებმა სამიზნე დაირჩიეს მეტროფაქსის ქიმიური ქარხანა პერმის რეგიონში, რაც დაადასტურა გუბერნატორმა დმიტრი მახონინმა. ეს იერიშები სავარაუდოდ კვლავ შესაძლებელი გახდა სამიზნეებისკენ მიმავალ გზაზე საჰაერო თავდაცვის სისტემების ადრეული განადგურების შედეგად. 9 მარტს უკრაინელმა დამთხმელებმა ევპატორიაში ობერონა 14 და ნებოუ რადარების სისტემები გაანადგურეს. და 3 დღის შემდეგაც მსგავსი ისტორია განმეორდა. უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ვინორუდნისთან სოფკა-2 და 48 Yoklage-6K 1 ხოდლიოტის რადარის სადგურები გაანადგურეს სურეს. იმავე საღამოს, როცა საჰაერო თავდაცვის სისტემები ნაწილობრივ დაბრმავებული იყო, SSO-მ დაარტყა ტიხოლრეცკის ნავთობის სატუმს კრასნოდარში, რამაც დიდი ხანძარი და საწვავის ლოგისტიკის შეფერხება გამოიწვია რუსეთის სამხრეთის მთავარ ნავთობის ჰაბში. ამჟამად არ არსებობს პირდაპირ იმტკიცებულება იმისა, რომ რომელიმე ამ დარტყმათადან, რომელზეც ვისაუბრეთ, განხორციელდა სვარმერის ან სხვა ავტონომიური დრონების ჯგუფური ტექნოლოგიის გამოყენებით. დარტყმების გაზრდილი სიხშირე და უკრაინის მიერ ავტონომიური დრონების როების ფართოდ გამოყენების მზარდი მტკიცებულებები ალბათ შემთხვევითი არ არის. ამ ეტაპზე ახალი ტექნოლოგიები, ტაქტიკები და დრონების ზრდა უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს. ჯერ უცნობია, რა ზიანს მიაყენებენ ისინი რუსეთის სამხედრო მანქანას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს, გამოიწერეთ არხი, რომ არაფერი გამოგჩეთ. უკრაინამ იპოვა გზა ყველა რუსული დრონის მოსაპარად. ნახეთ ვიდეო დეტალებისთვის.